ჩაქმულის ქანდაკებები. მექსიკაში იუკატანის ნახევარკუნძულის ქალაქ ჩიჩენ-იცაში მდებარე მეომართა ტაძრის წვერზე ქვის შთამბეჭდავი ქანდაკება ჩამოწოლილა. ის დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის 950 წლებით თარიღდება და შესაძლოა ტოლტეკების წვიმის ღმერთს გამოხატავდეს. ასეთი ქანდაკებები იუკატანის ნახევარკუნძულზე გამოჩნდა სწორედ ახალი წელთაღრიცხვის მე-9 საუკუნიდან. მათ შორის ყველაზე ცნობილ ქანდაკებას, რომელიც მეომართა ტაძრის წვერზეა, კერძე ჯამი უდევს, რომელშიც სავარაუდოდ რელიგიური ცერემონიების დროს მსხვერპლად შეწირული ადამიანების გულებს ათავსებდნენ. ეს სახელი ჩაქმული ან ჩაქმული ქანდაკებას ფრანგმა არქეოლოგმა Auguste Le Plongeon-მა შეარქვა, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ჩიჩენ-იცას შეისწავლიდა. პლონჟენის მტკიცებით ეს სიტყვა ღმერთ ვეფხვს ნიშნავდა. დღეს ამ ტიპის ყველა ქანდაკებას ჩაქმულებს უწოდებენ. მეომართა ტაძარი ასობით მოჩუქურთმებული სვეტითაა გაშემორტყმული. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ჩაქმულის ქანდაკებები მომაკვდა მეომრებს გამოხატავდნენ, რომელთაც ღმერთებისთვის დედამიწის ამბები მიჰქონდათ. ლეშანის გიგანტური ბუდა. ბუდას მსოფლიოში უდიდესი ქანდაკება სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, ქალაქ ლეშანთან მდებარე ლინგვინის მთაზე კლდეშია გამოჭრილი. 71 მეტრიანი გიგანტური ბუდას გამოჭრა ახალი წელთაღრიცხვის 713 წელს დაიწყო და 90 წლის შემდეგ დასრულდა. ქანდაკება იმდენად დიდია, რომ მარტო ბუდას ხვირი საშუალო სიმაღლის ადამიანზე სამჯერ მაღალია. თავდაპირველად ბუდა 13 სართულიანი შენობის შიგნით იდგა, მაგრამ შემდგომში შენობა განადგურდა. ჩინელებს სწამდათ, რომ ეს უზარმაზარი ბუდა იმ მეთევზეთა მფარველი იყო, რომელთაც მის წინ გაწოლილ მდინარეებში, მინ იანში, დადუ ჰეში და დინუი იანიში თევზჭერით გაჰქონდათ თავი. სამწუხაროდ მოგვიანებით ეს წმინდა ადგილი ტყეებმა დაფარა, თუმცა ის აღადგინეს. დღეს გიგანტური ბუდას ქანდაკება კულტურული ნაკრძალის ნაწილია და მას ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.